ქაჩვა ერთ-ერთი თავარი პრობლემა არის ხოლმე როგორც წესი. შენ შემთხვევაში, როდესაც აი ასეთნაირად ათრევენ ხოლმე პატრონებს ძაღლები, მე ხდება იმის მიზეზი, რომ პატრონებს აღარ აქვთ სურვილი და იმხელა ინტერესი, რომ ძაღლები ასე იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან შემაწუხებელია ეს ყველაფერი. ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება ერთი მცდელობით ანუ ერთ გაკვეთილში გავაუმჯობესოთ სიარული. იმისათვის რომ მკელის დაუკორექტიროთ ეს ცუდი სიარული, დაგჭირდება კონტროლერი, რომელზეც უკვე არის ადაპტირებული და რა თქმა უნდა დაგჭირდება რაიმე დასაჯილდოვებელი. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ბელკანდოს, რომელიც არის უმაღლესი დონის კვება და ჩემი ძაღლები ძალიან დიდი ხანია ჭამენ. სასუნავის მეშვეობით გავაყოფინოთ თავი მკელის კონტროლერში. მივაბჯინოთ კისრის ზედა ნაწილში და დავაფიქსიროთ ფიქსატორი. საბელი გადმოვიტანოთ აქეთ და დავიწყოთ სიარული. ძალიან რთულია რომ მე დეტალურად ახლა ბალანსი აგიხსნათ თუ რა ბალანსით უნდა აკეთოთ ეს ძაღლთან. ძალიან ინდივიდუალურია ყველა ძაღლი, მაგრამ დაახლოებით მონახაზს აგიხსნით. იდეა ასეთია. თუ მაგალითად რამდენიმე ნაბეჭს დავუშვათ 3-ს, 5-ს, 1-ს, 10-ს სწორად გაივლის კელი ჩემთან, გავჩერდები და დავაჯილდოვებ ჩვენი ბელკანდოთი. თუ სიტყვაზე ვამბობ, დააპირებს რომ გამქაჩოს, ან გამქაჩავს, კონტროლერით მიიღებს შენიშვნას. მოდი დავიწყოთ პრაქტიკა.